30 წელზე მეტია ქართველები მუდმივად ევროპულ გზას ირჩევენ. არა იმიტომ, რომ მარტივია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და დემოკრატია ამას ეყრდნობა. დღეს ეს გზა პირდაპირ საფრთხეშია. ერთი წლის წინ საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროინტეგრაციას აჩერებს. მას შემდეგ 363 დღის განმავლობაში მოქალაქეები ქუჩებში დგანან, რათა ჩვენი ევროპული მომავალი დაიცვან. რაც დღეს საქართველოში ხდება, რუსეთის ომის სხვა მხარეა. როცა სამხედრო აგრესია ვერ მუშაობს, რუსეთი გადადის ჰიბრიდულ იარაღზე. დეზინფორმაცია, არჩევნების მანიპულირება, პროქსი სტრუქტურები და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შესუსტება. საქართველო დღეს სატესტო ველია. თუ ევროკავშირი არ რეაგირებს, მაშინ როცა კანდიდატი ქვეყანა ჰიბრიდული შეტევის ობიექტი ხდება და საკუთარი გზიდან 180 გრადუსით აბრუნებენ, მაშინ თავად ევროპის საგარეო პოლიტიკის სანდოობა საფრთხის ქვეშ დგება. ყველა დემოკრატიულ ინსტიტუტზე ზეწოლაა. არჩევნები მანიპულირებულია, დიასპორისთვის ხმის მიცემა შეზღუდული, ხოლო მთავარი ორგანოები, მათ შორის ანტიკორუფციული ბიურო გაუქმებულია. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეს ტაქტიკა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში შეიძლება განმეორდეს. საქართველოს ბრძოლა ევროპის ბრძოლაა. რაც დღეს ჩვენთან ხდება, შეიძლება ხვალ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში გამოჩნდეს. ამიტომ საქართველო უნდა დარჩეს თქვენი ყურადღების ცენტრში და ევროპის დღის წესრიგში.